ბზობა იქნება ამ კვირაში და მე მინდა რომ ვთხოვ მამა დოროთეს რომ აგვიხსნას რა მნიშვნელობა აქვს ამას. ერთ-ერთი ცენტრალური თემა არის ლაზარეს აღდგინება და ეგრეთ წოდებული ბზობა, ანუ დიდებით შესვლა იერუსალიმში.აცხოვრის ტირილი ძალიან დიდი სწავლება არის. საერთოდ შაბათზეც მინდა ვისაუბრო. შაბათი ესმოდათ არასწორად. მე ვარო აღდგომა ეუბნება და მე ვარო სიცოცხლე. აქ მამები ამბობენ რომ ამათ ურწმუნოებაზე ტირის. დღემდე სვამენ კითხვას. ვინ არის ის? ჩვენ რო აღზგეთ, მისი უნდა გვესმოდეს. კაცი დაეჭდა ღმერთში და ღმერთის სიყვარულში. სამოთხეში. ლაზარე არის სიმბოლო იმისი, რომ ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მეგობრობა აღადგინა. კუდარ ლაზარესაც ესმის ქრისტეს ხვა. პავლე მოციქულმა რო უთხრა, რა გინდა უფალო, რო გავაკეთო. რას მეტყვი? დროების YouTube არხის მაყურებლებს, მსმენელებს ყველას მოგესალმებით. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. თვალს და ყურს და გულსაც ადევნებთ. გადაცემათა ციკლს მამა დოროთეს ამბიონი. გადაცემას ძირითადად უძღვება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. მადლობა მას ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა თითოეულ თქვენგანს გამოხმაურებისთვის, კეთილგანწყობისთვის, სურვილებისთვის და მათ შორის შეკითხვებისთვისაც. მოვადრო და არც ისე შორს, ალბათ აღდგომის შემდეგ სპეციალურად ჩვენ ერთ გადაცემას მიუძღვნით დაინტერესებული ადამიანების ჩვენი მაყურებლების შეკითხვებზე პასუხებს, განმარტებებს, ჩაუღრმავდებით გარკვეულ ეპიზოდებს, ან გამონათქვამებს, ან გარკვეულ რჩევებს, რომელიც სხვადასხვა გადაცემაში ითქვა გაჟღერდა და შეიძლება ვიღაცისთვის დამატებით განმარტებას საჭიროებდეს. აქვე მინდა შეგახსენოთ და გთხოვოთ თუ კი თვალს ადევნებთ ამ გადაცემებს ისე რომ გამოგრჩათ აქამდე თავად არხის გამოწერა. ნუ დაიზარებთ, არ გადადოთ, გამოიწერეთ, შეტყობინებებიც უფრო ოპერატიულად მოგივათ და დროება YouTube-ის მიერ ნაწარმოები სხვა საინტერესო გადაცემებზეც ხელი ადვილად მიგიწვდებათ. დღეს ჩვენ ვცდილობთ რომ დიდი მარხვის მიმდინარეობას მიუყვეთ ასე ვთქვათ და იმ განწყობებს, იმ თემებს, იმ საფიქრალს, იმ სადარდებელს, იმ გასააზრებელს, რომელსაც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ამ დღეებში ჩაუღრმავდება ხოლმე იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. გადაცემა როცა გავა ეთერში, იმ კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აღსანიშნავი მოვლენა არის. მათ შორის ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს საყვარელი და ამავე დროს ძალიან ბევრი კითხვის გამჩენიც და პასუხების მომტანი დღეც ლაზარეს აღდგინებას, ლაზარეს შაბათს უკავშირდება და ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ პოპულარული პარალელი არის ძალიან დადებითი კონოტაციითა და განწყობით ქართულ სუფრებზე, მეგობრობის აღგრძელების შესმის დროს, ვინც იცის და ესმის ეს თემა ხშირად იესო ქრისტეს მაცხოვარის და ლაზარეს მეგობრობის მაგალითი მოყავთ ხოლმე და მოყავთ განსაკუთრებით სიყვარულის გამოვლინების თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენ სახარება გვიყვება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აცრემლებული, ატირებული ქრისტე ხშირად კი არა მეტი არც ხვდება, ხო, ჩვენ ასე ვთქვათ სახარებაში. ასევე ბზობა იქნება ამ კვირაში და მე მინდა რომ ვთხოვ მამა დოროთეს რომ განგვიმარტოს კიდეც აგვიხსნას რა მნიშვნელობა აქვს ამას ადამიანებს. ადამიანის ბუნების რა თავისებურებებზე მეტყველებს, მაგალითად ეს უცაბედი სახე თუ გონებაცვლილება, რომელიც ზუსტად იმ ადამიანებს ემართება, რომლებიც ამ ბზიტეგებები ან მაცხოვარს და შემდეგ უცბად მათი თითქმის საერთო ასე ვთქვათ შეძახილებით ხდება ლეგიტიმაცია, გამართლება იმ სასჯელისა გადაწყვეტილებისა, რომელიც იქნება მიღებული. მოკლედ, საინტერესო დღეებია, საინტერესო თემებია და დავიწყოთ ამით. მოგესალმები ჩვენს მაყურებელს. მადლობა მათ. მეც პირადში ძალიან ბევრი მეხმაურება. რამოდენიმე
ადამიანი დამიკავშირდა და ამ გადაცემაზე მადლობა ჩვენს გადაცემებზე მადლობა მოგვიხადა. ერთმა მითხრა ესეთი რაღაცა, რომ ახლახან წავიწყეო, ძალიან დაინტერესებულია და მკვლევარია ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იკვლევს ბიბლიას, იკვლევს და რაღაც ნაშრომს აკეთებს და თქვენი გადაცემა რომ ნახეო, იმდენად გამომადგაო, რომ ამის გარეშეო მე ამ ბიბლიასო ვერ გავიგებდიო და მადლობა მითხრა და მეც გამიხარდა, იმიტომ რომ ზუსტად ჩვენი გადაცემები არის როგორც მაცხოვრის ქადაგება ზოგჯერ იყო თაზე, ანუ ამაღლებულ მდგომარეობაზე და იქ მარტო მოციქულებს ესაუბრებოდა და მე მოციქულებს უთხრა, რომ რასაც ყურში გეუბნებითო, თქვენო ხმამაღლა ისაუბრეთო. ანუ იქ ახლო საუბარი ყოველთვის აღმატებულია და ეს ჩვენი საუბარი არის ის ახლო საუბარი, რასაც ღმერთი ყურში გვეუბნება, რასაც ღმერთი ბიბლიით გვეუბნება, იმაზე საუბარია და დღევანდელი თემაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ცენტრალური თემა არის ლაზარეს აღდგინება და ეგრეთ წოდებული ბზობა, ანუ დიდებით შესვლა იერუსალიმში. და ეს ორი მოვლენა ორივე უდიდესი სიხარულის, ანუ ლაზარეს აღდგინება როგორი სიხარულია კაცობრიობისთვის და დიდების შესვლაც როგორი სიხარულია და ორივე მდგომარეობაში ქრისტე ტირის. ანუ ლაზარე რო აღადგინა, მანამდეც ცრემლი წამოვიდაო და როგორ ყვარებიაო. და მოდრულად როცა ყველა უფენდა შესამოსილს და რტოებს, მაცხოვარი ტიროდა. ყველა ოსანას გაიძახოდა და მაცხოვარი ტიროდა და ამიტომ მე მithქვამს, რომ ოქროპირი რო ამბობს და კიდე გავიმეორებ, რომ მათემა ხარობელი ამბობს, რომ და გახსნა თავისი ბაგეები, ეს უნდა თქვა ნეტარ არიან გლახაკნის სულითა და ეს გახსნა ბაგერა საჭირო იყო და ამის აღნიშვნაო და მაცხოვრის ბაგის გახსნა, მაცხოვრის ტირილი, მაცხოვრის დუმილი, მაცხოვრის საუბარი, მაცხოვრის სოფელს მოშორება იოანეს თავის კვეთის დროს, ეს ყველაფერი სწავლება არის. იქ იოანესთან არის ნათქვამი, რომ მოციქულები იყვნენ ქალაქში და დაელოდაო ყველას ჩამოსვლას. უთხრესო ეს ამბავი, თვითონაც იცოდა, მაგრამ იმად დაელოდაო და მე გავიდეთო უთხრაო. ანუ ისინიც გაიყვანა, ეს სწავლება. ამიტომ მაცხოვრის ტირილი ძალიან დიდი სწავლება არის ეს ცრემლი მაცხოვრის. მე დავიწყებდი ლაზარეს შაბათით და საერთოდ შაბათზეც მინდა ვისაუბრო. ესე ემთხვევა ლაზარე შაბათს აღადგინა და ერთ შაბათს, რასაც დღეს ჩვენ კვირიოს, ანუ უფლის დღეს კვირას ვეძახით, ერთ შაბათს შევიდა იერუსალიმში. და მაშინ ეს კვირა არ იყო, მაშინ ის იყო ერთ შაბათი და ქართულში არის ძალიან საინტერესო. ქართულში საერთოდ ხომ უცხოურ კალენდარში კვირით იწყება დღე და ჩვენთანაც ერთ შაბათით იწყება, რომელსაც კვირა ქვია და ამიტომ ის მეორე დღე კვირის მეორე დღე, ანუ ორ შაბათით იწყება. ორ შაბათით იწყება, ერთ შაბათით კი არა, ორ შაბათით, იმიტომ ის ერთ შაბათი კვირა გახდა და ეს ძალიან საინტერესო ის არის მოვლენა, რომ ჩვენი ენის ძველი და ქრისტიანული თავიდანვე კვირა შემოვიდა და ორ შაბათს, სამ შაბათს, ოთხ შაბათით იყო პერიოდი საქართველოში, ერთ შაბათს ხმარობდით, მსგავსი პერიოდი არ ყოფილა. კი იყო ალბათ, იმიტომ რომ კვირას მზის დღე ქვია ჩვეულებრივად. დღეს ეს მეგრულშია შემორჩენილი ჟაშხა ქვია. ჟაშხა, მზის დღე. და ეს ინგლისურშიც ესე არის დღეს და ეს ძველი წარმართული არის, რომ Sunday ხო და ქართულშიც ეტყობა ეგრე იყო და თავიდან მოციქულების შემდეგ მზის დღეს ეძახდნენ ისინიც, ის ძველი მამები
აი ხარით ცნობები რომ აი მზის დღეს შევიკრიბოთ და მერე გახდა ეს კვირიოს, ანუ უფლის დღედ გახდა უფალი და კვირიოს არის ქართულად კვირა და პირდაპირ გადმოვიტანეთ ორი ის არის კვირის დასახელება ქართულში, არა ქართული. ეს არის კვირა და პარასკევი. კვირა და პარასკევი. ნუ შაბათიც არა ქართულია, მაგრამ ეს იმდენად გაქართულებულია ებრაულიდან და პარასკევი ნიშნავს ბერძნულია პარასკევიც და ნიშნავს მომზადების დღეს. სამზადის ნიშნავს. პარასკევი ნიშნავს სამზადის მომზადების დღეს და კვირა უფლის დღეს და შაბათი თავისთავად შვიდეულის ბოლო იყო და ნუ დღეს შვიდეულის ბოლო კვირა არის და ბოლოც და დასაწყისიც მერვე დღე, მაგასაც სიმბოლურია ესეც მერვე დღე, მარადისობას ნიშნავს. ხო, და შაბათს აღადგინა და შაბათის აღდგენა, შაბათს მოქმედება იესოსი სულ იწვევდა პრობლემას. მაგრამ მაინც აკეთებდა. ანუ ერში იუდეველებში იწვევდა გაღიზიანებას. აი მაგალითად არის ისა რომ სამოვლენაზე ვიტყვი, პირველი როცა განღვეული განკურნა, რომელიც წყალში ჩასვლას ელოდებოდა. პატარა 5 სტოა რო იყო და 38 წელი რო იწვა და კაცი არ ამყავსო. იმას უთხრა გინდა განკურნება, კიო. ადექიო და აიღეო შენი ცხედარი ის საწოლი რაზეც იწვა და წადიო და აი აქ ახლა შაბათი იყო ეს დღე და რო ეთქვა ადექი და გაიარეს სიტყვით რო განეკურნა უბრალოდ სიტყვის თქმა არ იყო აკრძალული მაგრამ რო უთხრა რომ ადექიო და ეს წაიღე და წადიო ეს წაღება იყო აკრძალული და ეს რატო უთხრა წაიღე? რატო არ უთხრა ადექი და წადის დატოვე? არა, წაიღეო. და ამის გამო დევნიდნენ, იმიტომ რომ შაბათი დაარღვიაო, შაბათი დაარღვევინა, შაბათს არიცავსო. მეორე არის, როცა ბრმას კურნავს, ეს ბრმა, რომელიც არის გამოვიდა რომ ღვთისმეტყველი იყო და რომელსაც ერთადერთ უთხრა წამს ღვთისა აი ეს ბრმა განკურნა შაბათს და ხო კურნავდა ბრმას აღეხილოს და აღეხილებოდა თვალი მაგრამ ეს ბრმაც განკურნა ისე რომ დაანერწყვა მიწაზე შექმნა ტალახი და ეს ტალახი წაუსვა და წადიდა დაიბანეო თვალები აი რაღაც ტიპის ფიზიკური მოქმედების აუცილებლობასაც ფიზიკურად მოქმედებდა რომლის აუცილებლობა არ ქონდა მაგრამ შაბათს ამას აკეთებდა იმიტომ რომ შაბათი ესმოდათ არასწორად თუმცა იმათ კი არ ესმოდათ არასწორად შაბათი არამედ ქრისტე ესმოდათ არასწორად ხა რა იყო შაბათი შაბათი იყო აბსოლუტურად უზრუნველობა მიწიერად და მხოლოდ ღმერთზე ზრუნვა და ღმერთზე ფიქრი და ღმერთით დაკავება და შაბათს თუ ადამიანი მიდიოდა ღმერთთან ებულობდა კურნალებას ესმით და ამიტომ ქრისტე როგორც ღმერთი შაბათს მასთან ვინც მოდიოდა კურნავდა და ვისთანაც მიდიოდა კურნავდა იმიტომ რომ ღმერთია ამით ეუბნებოდა რომ მე ვარ ის ღმერთი ვინც შაბათი დაგიწესეთ ეს დაგიწესეთ იმისთვის რომ ჩემთან მოხვიდეთ და განიკურნოთ ამიტომ ეს შაბათს განზრახ აკეთებდა და მე ამბობს რომ შაბათი შეიქმნა კაცისთვის და არა კაცი შაბათისთვის ანუ ეს უქმობა კი არ იყო იმისთვის რომ უქმობას დამორჩილებოდა ადამიანი არამედ უქმობა იყო ისევ ადამიანისთვის რომ ღმერთთან მისულიყო მიწიერი უქმობა და ეს გაგება იყო დარღვეული განსაკუთრებით დარღვეული როგორ არ მიიღეს ქრისტე როგორც ღმერთი ამიტომ ამას იმიტომ აკეთებდა რომ გაეგოთ რომ ის არის ძე ღვთისა და ის არის შაბათის ბატონიც და ის არის კურნალიც
და მაცოცხლებელიც და სიცოცხლეც. ამიტომ ლაზარეს აღდგენებაზე რო გადავიდეთ, ლაზარეს აღდგენების ტექსტი ესე იწყება, რომ ქრისტე არის შორს, სხვაგან, სხვა ადგილას და მოციქულებიც მასთან ერთად. და მოციქულებს ეტყვის, რომ ლაზარემ დაიძინაო. და მოციქულები ეტყვიან, თუ დაიძინაო, ესე კარგიაო. ანუ დაიძინა, გაიგეს პირდაპირი გაგებით. და ესეც ეს დაიძინაც როგორი მნიშვნელოვანი სიტყვა, რომ ქრისტე დაძინებას ეძახის სიკვდილს. ანუ ხორცმა დაიძინა და სული სადღაც არის, ხო? ხო და მე ეტყვის, რომ მოკვდაო. და ეს ის პერიოდია, როცა ქრისტეს დევნიან უკვე ჯვარცმად ემზადება თვითონაც. და მაგ და უნდა წავიდეთო. ხო და მე მიხარიაო, რომ თქვენ იცით, რომ მე იქ არ ვიყავიო. ანუ ამითაც ანუ მოციქულებს ნელ-ნელა უცხადებს, რომ ის ღმერთია. რომ აი მიხარია, რომ მე იქ არ ვიყავი და ეს თქვენ იცით. რომ მე ვიცი ის მოკვდა. იმიტომ რომ მაცნე კი არ მისულა ან რაღაც. ის მოკვდა, იცის. ღმერთია, ეს მარტო ღმერთმა იცის, მეტი არავინ არ იცის, ხო და. ამიტომ თუ მე მიცის ღვთისგან იცის და. ამიტომ იქ ამბობს თომა მოციქული, მაშინ წავიდეთო და ჩვენც მასთან ერთად დავიხოცოთო. ამ სიტყვებს არ უთვლიან თომას კარგ ნათქვამად. რბილად რო ვთქვათ, რომ აი ფაქტიურად ნიშნავდა იმას, რომ რა გინდა ჩვენც რო მოვკვდეთ შენთან ერთად, ხო იცი რომ გდევნიან და წავიდეთ რო ამბობ და წავიდეთ და დავიხოცოთ მასთან ერთად. ხო და თითქოს ვიღაცები ამბობენ, რომ ეს მოშურნეობა იყო, მაგრამ სინამდვილეში არ იყო მოშურნეობა, არამედ იყო რომ გადაეთქმევინებინათ იესოსთვის, რომ იქ არ წასულიყო. როდესაც მიდის მას ეგებება მართა და ეუბნება უფალო, აქ რო ყოფილიყავიო, აი ჩემი ძმაო არ მოკვდებოდაო. და უფალი ეუბნება, რომ თუ არ იციო მე ვარო სიცოცხლე და აღდგომაო და აღდგებაო შენი ძმაო. აი კიო რო აღდგებაო მომავლა აღდგომისასო ეგ ვიციო. და ვერ გაიგო ესეც. მე ვარო აღდგომა ეუბნება და მე ვარო სიცოცხლე. და აი ეს მომენტი რომ მართას რო გონია რომ იქ რო ყოფილიყო არ მოკვდებოდა, იმიტომ რომ იცის რომ აღადგენს იმებს, მაგრამ 4 დღეა გასული და გახსნილია, ხო? ეს არ შესვენებულია. ხო, ეს არ მომხდარა. ან მიცოლებულები აღუდგენია ეს გზაში რომ მიქონდა და საფლავებლად იქ იმავე დღეს ასაფლავებდნენ. ესეთი წესი იყო, რომ არ გაფუჭდეს, იმავე დღეს ასაფლავებდნენ და გზაში გააცოცხლა ჭაბუკი, ქრივის შვილი და ნუ იცის რომ მიცვალებულებს აღადგენს და შეუძლია ეს მიცვალებულის აღდგენა, მაგრამ იქვე თუ. და აი ეს განმარტავს იმას, რაც მაცხოვარმა თქვა 100-ის თავზე. 100-ის თავზე, როცა მას მონაყავდა თავისი მსახური ყავდა ავად, მაცხოვარს რო ეუბნება, რომ თქვი და განიკურნებაო. ანუ შორიდან რო შეუძლია. აი ამაზე ამბობს მაცხოვარი, რომ თვით ისრაელშიც, ანუ ეს ისრაელი ღვთისშვილებშიც არ მინახია ესეთი რწმენა. ესეთი რწმენა ჩემი. ანუ მაცხოვრის ღმერთობის მამტკიცებელი იყო ის, რომ ის შორიდან წაღადგენდა, შორიდანაც კურნავდა. არ უნდოდა მიახლება. ფიზიკური სიახლოვე არ იყო აუცილებელი. და რასაც მართა ვერ ხედავს. ამიტომ ამბობს, რომ იმათ, ვისაც ეკუთვნით ჩემში ღმერთის დანახვა, ვისაც უნდა დაენახა,
იმათმა ვერ დაინახეს და ეს დაინახა წარმართმა. თქვი და განიკურნება არ ჩემს სახში არა ვარ ღირსი რომ შემოხვიდეო. და ამ დროს მართა ეუბნება რომ აქ რო ყოფილიყავი არ მოგდებოდა. აქ რო ყოფილიყავი არ მოგდებოდა. და როდესაც მაცხოვარი ტირის ეს ერთ-ერთი საერთოდ ტირილი განშორებასთან არის კავშირში, ტკივილთან არის კავშირში და რა იყო აქ მაცხოვრის ტირილი? აი განშორება როგორ შეიძლება ლაზარესი იყოს, მან იცის რომ მან დაიძინა. და მაცხოვარმა ისიც იცის რომ ის ჩავაჯოჯოხეთში და ლაზარეს ამოიყვანს. და ეს ლაზარესთვის უკეთესი იქნებოდა. თვითონ ლაზარესთვის იქნებოდა უკეთესი რომ პირდაპირ სამოთხეში მიყავდა იქიდან და თუ აღადგენდა აქ იქნებოდა კიდევ ამ ნახევრად ჯოჯოხეთში საცხოვრებელი ხო? ეხლა ღმერთის ხედვიდან რომ ამბობ ხო რაღაცზე უნდა წყდებოდა ხო რაღაცზე უნდა წყდებოდეს გული და აქ მამები ამბობენ რომ ამათ ურწმუნოებაზე ტირის ან ლაზარეს კი არ დასტირის, არამედ ამად რომელთაც უნდა ეს რომელთაც არა ამდენი ხანია მათთან არის და არ იცნობენ მას. რასაც ეუბნება ფილიპეს, რამდენი ხანია თქვენთან ვარ და არ მიცნობთო მე. და ამას ეუბნება ბოლოს, ვინც მე მიხილა, მამა იხილავ. გვიჩვენე ჩვენ მამაო ფილიპე ეუბნება. მამასთან მივდივარო რო იტყვის და რამდენი ხანია თქვენთან ვარ და არ მიცნობო მე ფილიპე. ანუ სამწელნა ფილიპე არის პირველი ისა, ვინც პეტრე, იოანე და ფილიპე არის პირველი ანდრია, პირველთაგანი, პირველი 6, როგორც ამბობენ 6 მოწაფე ყავდა პირველი და ეს 6 მოწაფე მისდევდა სანამ იოანეს თავს მოკვეთდნენ. და ამიტომ იოანე წინამორბედს და ამიტომ მოციქულებმა სამივე სახარება ფაქტიურად აღწერილია ქრისტეს მოღვაწეობა იოანეს თავის კვეთის შემდეგ. შემდეგი მისიონერული მოქმედებებია აღწერილი და როდესაც იოანემ წაიკითხაო იოანემ ახარობელმა ეს სამი სახარება, იმან ყველა იოანეს სახარება არის ყველაზე ბოლო სახარება. როდესაც ეს წაიკითხაო, იოანემ აღწერაო, მანამდე რაც მოხდა იერუსალიმში. აი, კანას გალილეა, იერუსალიმში რო ადის და იქ ვისაც უნდა მოვიდეს ჩემთან დასვას სიცოცხლის წყარო და რაღაც, აი, ის იყო გამოტოვებული და ის აღწერა ფაქტიურად. აქედან მერე უბრალოდ ხრობა უნდა გაეგრძელებინა და მერე ჯვარცმა და ყველაფერზე ყვება, მაგრამ იწყებს იქიდან. და მაშინ რომ იზდევდაო მას არა ყველა, არამედ 6 მოციქული. ამ 4 თავიდან ყველაზე სრულყოფილი იოანეს ახარება გამოდის ხოს? არა, სრულყოფილი არ გამოდის, სრულყოფილი ის ერთად არის, მაგრამ მან დაუმატა ის რაც გამოტოვებული რომელიც მანამდე მოხდა. ანუ სულიწმინდის გადმოსვლამდე რაც მოხდა, ანუ ნათლობის მერე ხო იწყებს მაცხოვარი უდაბნოში მიდის და მერე ამათ იოანე გამოტოვებს, იმიტომ რომ აღწერილია. და მერე გადადის იესოს ლოცვაზე და ფაქტიურად აღწერა ის რაც არ იყო აღწერილი და რაც იყო აღწერილი იქ რაღაცები თვითონ როგორ გაიგო ისე აქ მერე დაწერილი. მაგალითად სერობა სხვანაირად აქ დაწერილი და აი აქვე ოდნავ კი არ გადაუხოთ, მაგრამ თქვენი რჩევა იქნება საინტერესო. ვისაც ჯერ აი ეს სრულფასო ვნად არ წაუკითხავს, არ გავუზ. როგორ რა თანმიმდევრობით ურჩევდით, რომ წაიკითხოს სახარებები? საერთოდ ყველა მამა განმარტავს მათეს სახარებას და იოანეს სახარებას და ლუკას სახარება და მარკოზის სახარება ძალიან ცოტაა განმარტებული. იქიდან მოყავთ, მაგრამ ესე აქვთ ოქროპირმა გააკეთა ეს და მერე ყველა ამას მისდევს და ნუ ახალ დამწყებს თუ უნდა სახარების გაგება განმარტებებით, რომელიც არის ჯობია ის აიკითხოს, მათეს სახარებით დაიწყოს, მაგრამ პირდაპირ სახარება ყველაზე
შეიძლება მარტივად მათ ესახება რთულია, იმიტომ რომ თარგმანია. და ბერძნები დიდად გამორჩეულები არ იყვნენ თარგმანში. და რატომ? იმიტომ რომ ყველა ბერძნულიდან თარგმნიდა. და ბერძნებს არ ჰქონდათ სათარგმნი. ყველა პირიქით ანუ სკოლა სამთარგმნელო არ ვითარდებოდა, პრომის დიდი აუცილებლობა. აუცილებლობა არ იყო და სხვებისგან, რომლებიც ბერძნულიდან თარგმნიდნენ. დიახ, და ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ქართველებს უფრო მაგარი მთარგმნელები გვყავდა, ვიდრე ბერძნებს. იმიტომ რომ ჩვენ ბერძნულიდან თარგმნიდით და მთარგმნელები იმიტომ განვითარდა და ბერძნებს სათარგმნი არ ჰქონდათ და ამიტომ არ განვითარებულა იმდენად მაშინაც. და ებრაულიდან არის თარგმნილი და მათ ესახარებაში, ამიტომ ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც ურთულესი გასაგებია. ჩვენც როცა სახარებას ვაკეთებდით, მათ ესახარებით დავიწყეთ, დავასრულეთ, მაგრამ ვერ დავასრულეთ და მე გავაგრძელე სხვა სახარებები და მე მოუბრუნდით და მეორედ დავიწყეთ მათ ესახარების გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან რთული არის რაღაცები. იმიტომ რომ ძალიან განსხვავდება ეს აღმოსავლური და ინდოევროპული ენები. და ამიტომ რთული გასაგებია. და მოკლედ აი ისაკ ასური არის ასურულად იყო დაწერილი. და სირიული ენა არის აღმოსავლური ენა და ბერძნული ინდოევროპული და ასურულად რაღაც ნაწილებია შემორჩენილი. დღეს აღმოაჩინეს, რაღაც ახალი წიგნი აღმოაჩინეს, რომელიც ბერძნულად არ იყო თარგმნილი, სულ ორი არის და რუსებმა თარგმნეს სხვადასხვის და ალფეების ნათარგმნია. ანუ ჯგუფი შექმნა და მაგან ნათარგმნია საკმაოდ მნიშვნელოვანი წიგნია ისაკ ასურის და უცხოელებიც ამის თარგმანს იყენებენ. იმდენად ისეთია ინგლისურ ენაზე და ისა ამის თარგმანსაც იყენებენ იმ ასურულიდან. ხო, სირიულიდან. ხო და ეს ბერძნული, რომელიც არის ისაკ ასური, ჩვენ 6 მეს აქ თარგმნილი იყო ამოკრებილად. სრული წიგნი არ გვაქვს ისაკ ასურის. რუსებს აქვთ იმისი სრული. და ყველგან აქვთ მითითებული რუსებს, რომ ეს გაუგებარია, ეს ბუნდოვანია და დასკვნა არის ესეთი, რომ ყველაზე ცუდი თარგმანია. რაც კი თარგმანი არსებობს. ეს ბერძნულად. იმიტომ რომ ვერ თარგმნა იმან ისე, როგორც უნდა ეთარგმნა, ეთყობა ეს სკოლა არ იყო რა. გასაგები. ხო, მოკლედ. ხო და აი მაცხოვრის ტირილიდან რო გავაგრძელოთ, მაცხოვარი ლაზარეს რო აღადგენს იქ კითხულობს სად დადეთო იცის ხო რა თქმა უნდა იცის მაგრამ კითხულობს და აქ საერთოდ მაცხოვარი არის მოვლენა რომელზეც დღემდე სვამენ კითხვას ვინ არის ის მოციქულები ამბობენ ამას, როდესაც სხვას გააჩვენებს, დაამშვიდებს. ვინ არის ეს? ანუ ერთ-ერთ აქ ნათქვამი რომ არავისზე არ დასმულა იმდენი კითხვა სოფლიოში რამდენი კითხვაც არის დასმული მაცხოვარზე, ვინ არის ეს? ღმერთი თუ კაცი? ანუ არც ერთ წინასწარმეტყველზე არ დასმულა. მოსეზე არავის არ დაუსვია კითხვა, ვინ არის მოსე? არის თუ არა ღვთისკაცი, შეიძლება, მაგრამ კაცია თუ არ არის კაცი, ეს არავის არ უთქვამს, მაგრამ აი სულ კითხვა იყო და ერთ-ერთი მამა განმარტავს ამას ძალიან საინტერესოდ, რაც მე ძალიან მომწონს, რომ იმდენად კაცი იყო ტირის სად დადეთ და ასე შემდეგ. იმდენად კაცი იყო, ანუ სრული კაცი ხო იყო, სრული კაცი, როგორც ჩვენ, აი ესეთი სრული კაცი. და უჭირდა დაჯერება, რომ ღმერთი როგორ არის. და იმდენად ღმერთი იყო,
იმიტომ რომ შეუძლებელია კაცმა ეს გააკეთოს. შეუძლებელია კაცმა სხვას უთხრას და დადუნდეს. 4 დღის მკვდარს უბრალოდ უთხრას, გამოდი გარეთ და გამოვიდეს. ეს არის არასოდეს ხო არ ყოფილა. არასოდეს არ იქნება. და თან ძველახმაში არის ეს მოქმედებები. ორი მოვლენაა, როცა მიცვალებულს აღადგენენ. ერთი ილია წინასწარმეტყველი, რომელიც დევნაში იყო და როცა ცადაკეტა 3 წლით არ იწვიმებსო და არ იწვიმა. ცადაკეტა და იხოცება ისა ხალხი, ცხოველი, ყველაფერი და ესეთი მკაცრი იყო, ღმერთს უთხრა და მორჩა. არ იწვიმა და გაიქცა თვითონ. ცოდვების გამო რა, ერი რო გამოესწორებინა და ერთ-ერთი დედაკაცი, წარმართი დედაკაცი მიიღებს. საჭმელი მაჭამეო და ის ეთქვის რომ ერთი ისა მაქვს, ერთი გაკეთება და ჩემი შვილისთვისა მეტი არა მაქვს და უთხრა რომ ზეთი და ისა მჭადი რა, გამოაცხეო. ჩვენებურად რო თქვა. ხო და არ გამოგელევაო. და მოუტანს, აცხობს და არ ელევა. არ ილევა ის. თვითონაც ჭამს, ამასაც აჭმოს და სულ აქ. და მე მოუკვდება შვილი. მოუკვდება? კი, აი ეს ბიჭი მოუკვდება, რომელიც ყავდა. და შესტირის ილიას. რომ მე პატივი გეციო, ღვთისკაცად მიგიღეო და შვილი მომიკვდაო და მტირის რა. და ილია შედის, ამას ზედა აწვება. პირს გაუღებს შტაბერავს და აღადგენს. მაგრამ მოქმედებაა ისეთი გასმით, აი ზედა აწვება და თითქოს სული ჩადგა და რაღაც და იგივე საკეთებს ილიას მოწაფე ელისე. იქაც იგივე მოხდება, რომ მასაც შვილი მოუკვდება და ამას დაუწახებენ და ესეც მარტო ჩაიკეტება და ანუ სხვა მოქმედებაა მაინც რაღაც ტიპის რიტუალიც და ფიზიკური ძალისხმევაც. კი, რაღაც რიტუალი. აქ რიტუალი არ არის. არაფერი არ არის. გამოდი და გამოდის. ანუ ის რიტუალი სიტყვა როცა უკვე ის ხო, ეს როგორი რაღაცა არის შეხების გარეშე, შეხებითაც, მაგრამ შეხების გარეშე თქმით, შორიდან და ეს იყო საოცრება, რომ 4 დღის მკვდარი გახრწნილი უკვე იქ მალე იხრწნებოდა ის. და ლაზარე გამოდი გარეთ და ლაზარე გამოდის შეკრული. და მანამდე უბნებიან ყარსო უფალო და არ გინდა უკვე არ გადმოაგორო. ყარსო. ხო და ეს ლაზარეზე ნათქვამია რომ ხტუნვით გამოვიდა ეს საკითხავებში არის ბიბლიაში არ წერია. ვეცაი სულ მიკვირდა ლაზარე კი მაცხოვარმა უთხრა და გაცოცხლდა, ხო? შეკრულია და გაცოცხლდა. მაგრამ როგორ გამოვიდა, ხო შეკრული იყო. მთლიანად წრიულად იყო შეფუთული რა, შეფუთული, მიცვალებული. და ხატიც არის ხსნია გარეთ. ხატებშიც ზუსტად ესე არის შეკრული გამოსა. და საკითხავებში არის რომ ისე გაუხარდაო თავისმა მეგობარმა, ვისი მეგობარიც იყო ლაზარე. მისი ხმა რომ ხტუნვით გამოვიდაო. ხტუნვით, ანუ როგორი საოცარი ის არის. საკითხავებში წერია მოკლედ და აქ არის ესეთი ისა რომ სახელით რომ მიმართავს მაცხოვარი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ერთი ამბობენ რომ სახელით რო არ ეთქვა ყველა გამოვიდოდა მაგრამ სახელით მიმართვა აი მოსესთან არის ძალიან საინტერესო ადგილი სადაც მოსეს ეუბნება ღმერთი გიცნობ მე შენ სახელით და ეს ძველ ბერძნულად თარგმნილია გიცნობ მე შენ
ისრაელის ძეთა შორის ყველაზე მეტად. და ახალ ქართულში, რომელიც ებრაულიდან არის თარგმნილი, წერია გიცნობაშენ სახელით. ანუ ებრაელებისთვის ამ სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სახელს. სახელი, აი სახელით გიცნობ, ესე იგი მეგობარია. ასე იგი. და აი ეს მეგობარი არის იმ გაგებით, რომ მისი ხმა ესმის. ხმა ისე უბრალოდ კი არა, გამოდი. ანუ მის ხმაზე, მის სიტყვაზე, მის გაგებაზე გამოდის. აი ეს არის უმთავრესი ჩვენ რო ქრისტესი გვესმოდეს. ჩვენ რო აღზგეთ, მისი უნდა გვესმოდეს. და თუ აი ამყრალებულიც რო ვიყოთ, თუნდაც აი დღეს სულიერად ხო და თუ დაგვიძახა ქრისტემ და თუ გაგვიხარდა მისი ხმის გაგება და თუ ხტუნვით მივალთ ქრისტესთან აღზგებით აუცილებლად სულიერადაც ხორციელადაც იმიტომ რომ ქრისტე უნდა გახარებდეს ამას ამბობს ეს ქრისტე უნდა გიყვარდეს მოგწონდეს და აი როგორ ის არის აქ მეგობრობაზე და სიყვარულზე მინდა ვთქვა რომ სუსტად ამის შემდეგ ლაზარეს აღდგენების შემდეგ მეორე დღეს დიდებით შედის იერუსალიმში ეს ერთადერთი მოვლენაა ქრისტემ სადაც გამოიყენა ის ძველი ტრადიცია მეფეების ტრადიცია მეფეები როცა ომში მიდიოდნენ სხვა ქვეყანას რო ეომებოდნენ როცა გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ ცხენზე ამხედრებულები შემოდიოდნენ და ტრიუმფი ქვია ამას მთელი დიდები შედიოდნენ ხო მთელი დიდებით ამალით და მეფე წინ მეუწყოდა და ამას ქვია ტრიუმფს რასაც ეძახიან ეს თაღოვანი მესო აკეთებენ ეს ტრიუმფის შესასვლელი ის არის კარიბჭის ხო და იგივე ტრიუმფით შედის დიდებით შესვლა იგივე არის და რატომ ახალი კითხვა რატომ წინ ერთად რატოა ეს ლაზარეს შაბათი აღდგენება და მეორე დღეს დიდებით შესვლა რა იყო დიდება ქრისტესთვის რაში გაიმარჯვა რა იყო გამარჯვება ანუ გამარჯვებული შედის და ისევ გასამარჯვებლად უკვე ჯვარცმით და გამარჯვებული იმიტომ შედის რომ ღმერთსა და კაცს შორის იყო პრობლემა კაცი დაეჭდა ღმერთში და ღმერთის სიყვარულში სამოთხეში გვაქვს ჩვენ ამაზე დასაუბრები და ეს იყო ყველაზე დიდი ცოდვა რომ ღმერთსა და კაცს შორის გაწყდა მეგობრობა გაწყდა მამობა და ღმერთი გახდა საშიში ღმერთი და როცა ღმერთთან არ მეგობრობ ის მართლა საშიშია უკვე ვინც ღმერთის მეგობარი არ არის იმისთვის ღმერთი მართლა საშიში ხდება იმიტომ რომ ის შორდება ღმერთს და ლაზარე არის სიმბოლო იმისი რომ ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მეგობრობა აღადგინა ეს იყო გამარჯვება. ეს არის გამარჯვება. ქრისტემ გაიმარჯვა ბოროტზე, იმიტომ რომ კუდარ ლაზარესაც ესმის ქრისტეს ხვა. კუდარსაც. და ხტუნვით გამოდის. ისეთი მეგობარია. ესმით, აი ამ და სამყარო მკვდარი იყო სულით. სიმბოლო არის, აი სულით მკვდრები გაიხადა მეგობარი. ღმერთმა და აჩვენა თუ როგორ უყვარს და რა რისთვის მოვიდა რომ აღადგინოს ის და ეს არის გამარჯვება ქრისტესზე ადამიანის დამეგობრება ღმერთთან ეს შუა კედელს ეს ტერმინი არის შუა კედელი და ამსხრია ანუ შუა კედელი იყო ჩვენ შორის აღმართული ღმერთსა და ადამიანს შორის და ეს შუა კედელი დაიმსხრა და ვისაც ხო არის ღმერთი და მოყვასი ანუ ღმერთის და მოყვასის სიყვარული ხო ყველაზე დიდი მცნება თვითონ მაცხოვარი ამბობს დიდი და უპირატესი არის გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი და ვისაც ქრისტე უყვარს ორივე უყვარს
აგვირდით ღმერთი და ადამიანი მოყვას იმიტომ რომ ორივეა ქრისტე ღმერთია და კაცია და აი ღმერთი და მოყვასი მაშინ გიყვარს როცა ქრისტე გიყვარს როგორც ღმერთი და როგორც ადამიანი და ამავდროულად ქრისტემ თქვა რომ თქვენ ჩემი მეგობრები ხართ თქვენ არ გიწოდებთ მონებს არამედ გიწოდებთ მეგობრებს ეს ძალიან საინტერესოა ქრისტე კი არ არის ჩვენი მეგობარი ქრისტე კი არ იყო მოციქულების მეგობარი მეგობარი კი არა ყველაფერია მაგრამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე ამას ხშირად ვამბობ ხოლმე და მინდა განმარტო რომ ქრისტე ამბობს რომ თქვენ ჩემი მეგობარი ხართ რადგან იცით რა მინდა მე ხოლო ჩვენ რა გვინდა ისედაც იცის მაგრამ აქ თავარია ჩვენ ვიცოდეთ რა უნდა მას თორემ მან იცის რა გვინდა ჩვენ და რა არის ჩვენთვის სასარგებლო ამიტომ ქრისტესთან მეგობრობა არის როცა იცი მას რა უნდა როცა იცი ვინ არის ეს ერთია რომის არის ღმერთი და კაცი მაგრამ როცა არ იცი რა უნდა მას შენგან მაშინ ვერაფრით ვერ იქნები მეგობარი ვერაფრით ვერ იქნება რაც არ უნდა ირწმუნო თუ არ იცი რა უნდა მას ამიტომ მეგობრობაში ხა მე ჩვენ მეგობრობაზე რო გადმოვიტანოთ თუ ვერასოდეს ვერ გებულობ იმას რა მოწოს შენს მეგობარს ვისაც მეგობრები აი წარმოიდგინე რამდენჯერ შეიძლება რამდენჯერ გააღიზიანო როცა არ იცი მას რა მოწონს შეიძლება ისეთი რაღაცა შეთავაზურაც სადაც ვერ იტანს ხო ანუ კიდევ პირიქით რისი მოლოდინიც აქვს მეგობრისგან რაც უნდა მიიღოს მოლოდინი აქვს და შენ ინდეპენდენტული ხარ ეს არანაკლებ აღიზიანებს ხოლმე კი ბატონო აი მეგობრობა რა არის ხო ჩვენ შორის რა არის მეგობრობა რომ ერთმანეთის გვესმოდეს რა გაწუხებს და რა გიხარია ფსიქოლოგიურად თუ ეს არ იცი მას რა აწუხებს რამ შეიძლება შეაწუხოს და თუ არ იცი რამ შეიძლება გაახაროს შეუძლებელია მისი მეგობარი გახდე ამიტომ როდესაც მოყვას ვინ არის ჩემი მოყვასიო ეუბნება ერთ-ერთი ჯულის მოძღვარი იქ ბოლოს ესე ამთავრებს ამას სამარიტელმა მიხედა და სხვამ არ მიხედა და ვინ არისო ამ სამთაგანო მოყვასიო და ისო ვინც მიხედაო და მაცხოვარი არეუბნება რომ შენს ვინც მოგხედავს ის არის შენი მოყვასი წესით უნდა ეთქვა ხო მაცხოვარი ამას არეუბნება შენც ესე გააკეთეო ანუ მაცხოვარმა ჩვენ გითხრა რომ მეგობრები ვიყოთ ჩვენ თვითონ იმას კი არ უნდა ვეძებდეთ ვინ არის ჩემი მეგობარი შენ უნდა უმაღლესი ცნება ქრისტიანისთვის შენ უნდა იყო მეგობარი ვისი ყველას უცნობის ნაცნობის შემთხვევით დანახული ადამიანის დიდი ხნის მეგობრის თუ როგორც ან იქეთ უნდა მეგობრებოდა მეგობრული სული უნდა ქონდეს და პირველ რიგში ღმერთთან ეს არის აი პავლე მოციქულმა რო უთხრა რა გინდა უფალო რო გავაკეთო რას მეტყვი რა გავაკეთო კი შენ მითხარი რომ დევნი რატომ დევნიო აი რა გავაკეთო ეს მომივიდა მაგრამ უირა ვქნას კი არა რა გავაკეთო რა არ გავაკეთო რა გავაკეთო ხო ამას ეუბნება და მამები ამბობენ რომ ეს არის ყველაზე დიდი მეგობრობა ქრისტესთან როცა შენ მას მუდმივად ეკითხები რა გავაკეთო ნათქვამია ხო ქრისტეს ანუ ღმერთს დედამიწაზე ხელები არ აქვს ჩვენ ვართ მისი ხელები მისი ფეხები მისი გული მისი სული და მუდმივად უნდა ვცდილობდე რომ დავუთმე უფალსა და შენც ძლიერდები და უფალი შენით მოქმედებს ეს არის მეგობრობა ქრისტესთან და რაც შეეხება იერუსალიმში შესვლას
უფენდნენ რტოებს და უფენდნენ შესამოსელს. რტოები ნიშნავდა ნაყოფს. ნაყოფი არის ჩვენი მოქმედებებიდან. ანუ ჩვენი მოქმედება არის ნაყოფი. ადამიანის რაც ადამიანისგან გამოდისო ის ღუპავსო. ეს გამოსვლა ადამიანისგან მარტო სიტყვა არ არის. მოქმედება, ჩვენი მოქმედება ყოველთვის თუ ინსტინქტური არ არის რაღაცა, შიშია რაღაცა, ყოველთვის არის გაზრებული, ხო? აი იქ მივდივარ, ეს რო გავაკეთო, ესე მე გავიაზრე. ეს არის ჩემი ნაყოფი. ხელფასი იქნება ეს თუ მოძრაობა შენი თუ რაც იქნება, ეს არის შენი მოქმედება, შენი ნაყოფი. და ეს რტოების დაფენით ეუბნებოდნენ, ჩემი ნაყოფით გემსახურები შენ. ანუ ჩემი მოქმედებით, ჩემი იმით გემსახურები შენ. შენთვის ვიმოძრავებ. და შესამოსელი აღნიშნავდა დღესაც, მაგრამ მაშინ უფრო, იმიტომ რომ გლეხი, თავადი, მეფე, ჯარისკაცი შესამოსლით განსხვავდებოდნენ. დღეს ჯარისკაცი განსხვავდება, პოლიციელი განსხვავდება და სტატუსობრივი განსხვავდება, ანუ ნიშნავდა საქმიანობას. ანუ ჩემს სტატუსს. აი ამ ჩემს სტატუსით მე ვარ მაგალითად თავადი, ხო? აი ჩემი თავადობით გემსახურები შენ. ვარ გლეხი, ჩემი გლეხობით გემსახურები შენ. დაგიფენ ამას, იმიტომ რომ ამით გემსახურები შენ. აი ამას ნიშნავდა. და ამისთვის მზად იყვნენ ეს ხალხი. და არც ერთი არ თამაშობდა იქ. თან ოსანა ას გახვიროდნენ. ქართულშიც არის მე მგონი ხოშიანი. ეს ხოშიანი ოსანადან მოდის. სიტყვა. რანვეირად. ის არის სახეცვლილია, მაგრამ ოსანას ნიშნავს და არის ღმერთის ხელს ნიშნავს, გამომხსნელს. ოსანა, ანუ პირდაპირ არ ითარგმნება, მაგრამ აი ეს ხოშიანს ხო საუკეთესოს ეძახიან. აი ეს საუკეთესო მოვლენაა ეს ქრისტეს დიდების შესვლა იერუსალიმში და ქართულში იქიდან არის ეს ხოშიანა, ესეთი რაღაცა არის და მე ეს ფორმა ცვლილია. ხო და მოკლედ ეს ხალხი სადღაც 4 დღეში სრულიად სხვაგვარად იქცევა. იძახისო ჯვარსაცვი იგი. ეს არის მოვლენა, ფსიქოლოგიური მოვლენა, რომელიც დღემდე აუხსნელია. იმიტომ რომ ადამიანები ესე მალე აზრს არ იცვლიან. აი ჩვენ ვიცით იმის istები ხო ვიცით და გახსოვ ამის 100% დარჩეული მე დაახლოებით იმენივეთი რომ საწინააღმდეგო ხო და აი ესე 3 დღეში ადამიანს თუ გაუცრუდა რაღაცა შეიძლება დადუმდეს მაგრამ აი 3 დღეში აზრი ესე შეიცვალო რომ მოკალით და ჯვარსაცვით ეს ძალიან აუხსნელია და რატო ეხლა რა მოხდა ეს ადამიანები ქრისტე რადგან შევიდა როგორც მეფე ვირზა ამხედრებული კიცვზე იფიქრეს რომ აჰა როგორც ფიქრობდით ესე ყოფილა გამეფდა ხო უნდათ მისი გამეფება მათი მოლოდინი იყო მისი გამეფება მიწიერი მეფობა კი მიწიერი ხელმწიფე აი ეს მოლოდინი ხო ქონდა და მოციქულებსაც როდის აღუდგენ უფალოდეს უმაგას ეკითხებიან და მოციქულებს უთხრა სხვათა შორის ამას ყურადღებას არ აქცევენ როდესაც პეტრეს ეუბნება სანამ მამალი იყილებს სამჯერ უარ მყოფ მე იქ ამბობს რომ ლუკას სახარებაში მესიას ამ ქვეყნა დასასრული აქვს ანუ ესეა დაწერილი
ეგო დაწერილია, იცოდეთო. მესიას ამ ქვეყნად დასასრული აქვს, იმიტომ რომ ხო არის რომ მის მეფობას არ ექნება სასრული. ესეც იყო დაწერილი და ეს ნამდვილად არ აქვს მის მეფობას სასრული, მაგრამ მის მეფობას სასრული არ აქვს საუკუნოდ სულიერად მეფეა, ქრისტე მეფობს, ხო? მესიის ფუნქციაში მესიას დასასრული აქვს. მესიას ამ ქვეყნიური ცხოვრების დასასრული ამას ეუბნება. და დაუსრულებელია ის მარადისობაში და იმ ქვეყნიურად, ხო? მაგრამ ამ ქვეყნიურად დასასრული რო ქონდა, ამას ბოლოს ეუბნება, მოციქულის. და ვერ მიხვდნენ ისინი და ყველა დაბრკოლდა, მარტო პეტრე კი არ დაბრკოლებულა იქ. თქვენ ესე ამბობს, თქვენ ყველას ეჭვი შეგეპარებათ ჩემზე, მაგრამ ამაზე ჯვარცმის შესახებ როცა გვექნებათ, მაშინ ვისაუბროთ და მოკლედ ეს ამ ხალხს გაუცრუდა იმედი მაშინ მოლოდინი, რომელიც ჰქონდათ მასთან მიმართებაში და რა მოლოდინითაც ხდებოდნენ იერუსალიმში. აი ეს მოლოდინი როდის გაუცრუბრდათ? ეს არის აქ ყველაზე მთავარი, როდის? როცა ხელუხლებელი იესო, მიცვალებულთა გამცოცხლებელი იესო, შეუპყრობელი იესო, იმიტომ რომ რამოდენიმე ჯერ მისი შეპყრობას სცადეს და გაიარაო, კლდიდან გადაგდება უნდათ და გაიარაო იესო. აი ეს ხელუხლებელი, რომელიც 5,000 კაცს 5 პურით აპურებს, მიცვალებულებს აღადგენს, სხვას ეუბნება გაჩერდი და შეიპყრეს და ურტყამენ. და ვერ თავისუფლდება. წინააღმდეგობას ვერ თუ არწევს. ანუ მათ თვალში ის ვერ თავისუფლდება. ესე იგი ზუძლურია, მათყუ არა იყო. იმიტომ რომ ხო პეტრემ ვერ გაიგო ჯვარცმა. არ ვიცნობ ამ კაცო. კაცს არ ვიცნობო, რომელსაც ეუბნება რომ შენ ხარ ძე ცოცხალი ღმერთისა. მანამდე. იმიტომ რომ ღმერთი რომელსაც ცემენ, ღმერთი რომელსაც აფურთხებენ. ისრაელისთვის გაუგონარი იყო. იმიტომ რომ ჩვენ ადრე გვქონდა რომ კიდობანს უბრალოდ შეწევნის რომ არ ურემი რომ გადმოიხარა, არ გადმოვარდესო და ხედარმთავარმა ხელი შეაშველა და ადგილზე გაიყიდა. ადგილზე მოკვდა. ეს კეთილი განზრახვითაც არ შეიძლებოდა შეხება და ამას აფურთხებენ. და ის ვარო ამბობს ის ღმერთი მამის გამოგზავნილი ძე და ის თუ ხარ როგორ კლავენ სად არის ჩვენი მეფობა რომელსაც ჩვენ ველოდით და მთელი საუკუნოვანი მოლოდინი გაუცრუბრდათ და ჯვარსაცვით ეგე აი ეს ხდება ამით დავასრულებ ეს ხდება ყველა იმ ადამიანთან ვინც ამ ქვეყნიურ დიდებებს ელის თუნდა საეკლესიო პატივს ერარქიულს ელის ქრისტესგან და გონია რომ მას ეკუთვნის და როცა არ მიიღებს ბრაზდება მასზე ღმერთზე და განაცხენდება და ჯვარს აწმევს მას ეგ მოხდა აქ დავსვა დროები წერტილი რა თქმა უნდა წერტილი პირობითად ჩვენი შემდეგი საუბარი უკვე უშუალოდ დიდ ხუთშაბათს გავა ეთერში და შესაბამისად მიეცნობა იმ თემატიკას რომელიც აქტუალური არის დროის იმ მონაკვეთისათვის ეკლესიისთვის მრევლისთვის ჩვენი მაყურებლების დროების მაყურებლებისა და მსმენელებისათვის მადლობა თქვენ მამა დოროთე მაყურებელს დროების YouTube არხის გულშემატკივრებს დამშვიდობოთ მათ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ რომ თუ ჯერ კიდევ არ აქვთ გამოწერილი ჩვენი არხი გამოიწერეთ თქვენ ამ არხზე თქვენთვის საინტერესო ბევრ საინტერესო გადაცემას ნახავთ ნახვამდის